რუბრიკის სპონსორია ედექსის ამბულატორიები. მოერიდეთ დღეში 3-ზე მეტი ფინჯანი ყავის მიღებას, ვინაიდან ჭარბი კოფეინი ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების ერთ-ერთი რისკ ფაქტორია. გადაცემის სპონსორია კამბებე. კამბებე, ყველა პატარასთვის. დაავადებათა ნუსხა, რომელსაც კლიმატის ცვლილება იწვევს. რა ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას მაშინ, როდესაც უეცრად სამყაროში ტემპერატურა მკვეთრად იცვლება? ართროზი, დაავადება, რომელიც მოსახლეობის 50%-ზე მეტს აწუხებს. რატომ გაახალგაზრდავდა ართროზის ასაკი და რა იწვევს ამ დაავადებას? ალოპეციის გამოწვევი მიზეზი. როგორ და რა საშუალებებით ვებრძოლოთ თმის სვენას? ხუთშაბათს დღის შოუს კლინიკაში ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად ჩვენ უყურებთ და თქვენ უყურებთ დღის შოუს კლინიკას. მოგესალმებით. პირდაპირ გადავალ საქმეზე, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, რომ დრო ძალიან ასე ვთქვათ, რაციონალურად გამოვიყენოთ, მოდი. და პირველი კითხვა მექნება, აბა თუ იცით თითოეულმა თქვენგანმა, როგორი უნდა იყოს ჯამთელი თმა ზოგადად. აი, ბიძინა, როგორც მე, მოკლე, ბზინვარე და ლამაზი. სიპრიალა. ხო, არა, გამომშრალი, არ უნდა გწვიოდეს ალბათ და ბზინვარებაც ხო უნდა კონდეს თმას. ჯანმრთელი ჯანსაღიერი უნდა კონდეს. ნუ მეტნაკლებად სოფიკოს როგორიც მე. მე და სოფიკოს როგორიც გვაქვს, აი ეს არის ჯანმრთელი თმა. ჩვენი საყვარელი. მოდი თმაზე ვთქვათ, ეხლა ორივე სიტყვა, აი რას ამბობს, ასე ვთქვათ, მედიცინა და სტატისტიკა დაახლოებით საშუალოდ მოზრდილ ადამიანს თავზე აქვს 100,000 თმის ღერი. საშუალოდ, შეიძლება მეტი და შეიძლება ნაკლები. აი, დათვლილია, ბუნებრივია და მეცნიერება, ასე ვთქვათ, ამას ყველაფერს სტატისტიკურად ზუსტად ამბობს. საშუალოდ ცნობილია, რომ ქერა თმის მქონე ადამიანს უფრო მეტი ღერი თმა აქვს. შეიძლება ეს თმა იყოს ძალიან თხელი და რაოდენობრივად ვთქვათ, ცუდად აღიქმებდეს, მაგრამ მოლეკული უფრო მეტია. ბუნებრივი ქერა, ბუნებრივია. ყველაზე საშუალო მოცულობის აქვს, ასე ვთქვათ, შავი ფერის თმის ადამიანს და ეგ ეწოდებულ წითურებს თუ როგორც ვეძახით მაგას. ჟღალ. აი ეს არის ყველაზე ნაკლებით დაახლოებით 90,000 თმის ღერი. მე მეგონა რომ პირიქით ქერათმიანებს არა, შეიძლება მე ამიტომაც აღვნიშნე, შეიძლება თხელი იყოს, მაგრამ რაოდენობრივად ფოლიკული ბევრია. დაახლოებით მოიბადება ერთი წუთით, აი რომ შავგრემანი ადამიანები, რომელსაც ძალიან ბევრი და სქელი თმა აქვს, მე მეგონა რომ ისინი იყვნენ პირველ ადგილზე, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. რაოდენობით და თმის ღერის სისქის მიხედვით. აზიური ტიპის თმა. დიახ, საშუალო თმა თუ იზრდება. შაი და აფროამერიკელებზე ზოგადად. აი, აქ 200,000 თმის ღერი. დათვლილი მაქვს მე. თავი კატეგორია. კი, ესე იგი, თმა იზრდება თვეში 1 სანტიმეტრი, თმის ზრდას აქვს თვითონ ძალიან საინტერესო ფაზები. აი, ადამიანი რო დაიბადება, დაახლოებით აქვს თქვენცით რომ თმა იზრდება ფოლიკულიდან, ხო, ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, ბოლქვი, საიდანაც ამოდის. თმის ზრდა დაახლოებით და მისი განვითარება, დაახლოებით იგივეა როგორც ღერო და მისი ფესვები. დაახლოებით აი ამას გავს, როგორც სცენარის. მილიონი ფოლიკული აქვს ადამიანს, მაგრამ დაახლოებით 150,000-დან იზრდება. 150,000-დან იზრდება მხოლოდ თმა. დანარჩენი მოსვენებული მდგომარეობაშია. თავზე გვაქვს მილიონი ფოლიკული. პოტენციურად, ხო, სადაც ბიძინა და წლის ყველა მონაკვეთში ერთნაირი ინტენსივობით იზრდება. ზაფხულში უფრო სწრაფად იზრდება თმა და ზამთარში უფრო ნელდება მისი საშუალო ზრდა. იმიტომ რომ სისხლები ვიცი რომ პროვოცირებს თმის ზრდას. დიახ და საერთოდ ეს ენერგეტიკა და 150,000 აქტიური მარტო სულ მთელი ცხოვრების ციკლის განმავლობაში თუ რაღაც ეხლა როგორ არის თმის დას აქვს სხვადასხვა ფაზები. ეს არის ანაგენი, ტელოგენი, კათაგენი, ანუ იზრდება მოსვენებულ მდგომარეობაში და მერე თმა კვდება. დაახლოებით ერთ ფოლიკულს მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლია დაცვიდეს და ამოვიდეს 20-25 თმის ღერი. ანუ ერთი და იმავე ადგილიდან. რაგინა, კაი რეზერვი გვაქვს თუ მაგრამ ჯამრთელ შემთხვევაში როგორ უნდა იყოს? მთლიანი თმების 85% და ოდნავ მეტი უნდა იყოს ზრდის ფაზაში. აი, ნორმად ითვლება, როცა 1%-ია მარტო ასე ვთქვათ, სიკვდილისთვის განწერა. ამას მე როგორ მივხვდები, რამდენი პროცენტი არის? ეს ითვლება, ეს ფასდება რასაკვირველია და დაახლოებით ნორმად ითვლება, რომ 100 ღერი თმა უნდა სვიოდეს ადამიანს დღის განმავლობაში, თუმცა ბოლო მონაცემებით 150-აც ნორმად მიიჩნევა ხოლმე. მაგრამ როგორც ვიცი, შემოდგომაზე და გაზაფხულზე ბევრად მეტი თმა ცვივა ადამიანს. მაგრამ ამ ფარგლას არ უნდა ცდებოდეს. უკვე ეს პათოლოგიური თმის წვენაა. აი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის,
იმისთვის რომ აი ამ ზომიერებაში ჩაჯდეს ეს პროცესები. აი ამ ზომიერებაში რომ ჩაჯდეს, ეხლა და ვთქვათ, სად არის ნორმა, სად არის პათოლოგია და საერთოდ პათოლოგიური თვისწვენა, ვთქვათ, რა მოვლენა, რა დიაგნოზი შეიძლება იყოს, ვთქვათ, ამის უკან და რა მიზეზები ედგეს უკან და როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი, ჩვენ მოდი დაუძახოთ ეხლა სტუმარს საპატიოს. ჩვენთვის ეს არის ქალბატონი, საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი, ასოცირებული პროფესორი ნინო ლორთქიფანიძე. გამარჯობა ქალბატონი. გამარჯობა. ძალიან ბევრი კითხვა დაქვს და ახლა თქვენგან ველოდებით. მარტივი შესავალი ალბათ გვისმენდი, გავაკეთეთ თქვათ თმასთან დაკავშირებით და მე მექნება თქვენთან პირდაპირ კითხვა. მიზეზებზე ვისაუბროთ. თმის ჩვენის მიზეზები ყველაზე გავრცელებული ბუნებრივია. აიცეთ, თმის ჩვენის მიზეზები ძალიან ბევრია, გააჩნია რომელი თმის ჩვენის ფორმაა, იმიტომ რომ თმის ჩვენის ფორმა ძალიან ბევრია. აი ეს რაც ნანიკომ თქვა, ის ნამართლა ძალიან ხშირია, ანუ გვიან ზაფხულში, ანუ შემოდგომის დასაწყისში და ასევე გაზაფხულზე და გაზაფხულზე თმის ჩვენა, მაგრამ ეს ფიზიოლოგიურია. ანუ ეს არ ეხება არანაირ დაავადებას, იწყება სექტემბერში, იმიტომ რომ ხანგრძლივად არის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ და შემოდგომაზე ასევე დღის გაზრდასთან არის დაკავშირებული. მაგრამ გააჩნია პირველ რიგში დიფუზორის გარდა უამრავი ფორმა არსებობს. აი რა ფორმები არსებობს მარტივად რომ ვუთხრათ მაყურებელს? მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს პირველ რიგში იყოფა ნაწიბუროვან და არანაწიბუროვან ალოპეციება. ალოპეცია ანუ თმის ცვენა. ალოპეცია რაღაცა ერთი ადგილი ნებისმიერი თმის ცვენა არის ალოპეცია. შეიძლება იყოს ნაწიბუროვანი, არანაწიბუროვანი. ნაწიბუროვანი უფრო იშვიათია, ისიც იყოფა პირველადი, მეორადი. ნაწიბუროვანი რას ნიშნავს? აი ნაწიბური თვითონ სიტყვა პირველადი არის ხოლმე სხვადასხვა სისტემური დაავადებებით გამოწვეული, ну კიდევ კარგი ეს იშვიათია, ეს არის წითელი მგლურა და ასე შემდეგ. და მეორადი არის აი ნებისმიერი ტრამვა, ნებისმიერი პატარა დამწრობა. ძალიან ხშირად ბავშვები მოყავთ მშობლებს შეშინებულებს და ეს არის უბრალოდ ნაწიბური პატარა ტრამვაც კი მე იმ ადგილას ნაწიბური ჩდება თმა არა. და ნაწიბურზე თმა აღარ ამოვა და არც პროგრესი. ხო, ნაწიბურია უკვე ფიბროზია. და რაც შეეხება არანაწიბურავანს, ის ძალიან გავრცელებულია, ეს არის დიფუზური თმის ცვენა, ეს არის ბუდობრივი თმის ცვენა და ეს არის ყველაზე გავრცელებული ანდროგენული თმის ცვენა. ანუ სამი ტიპის მაგრამ აი ვთქვათ, ყოფითი პრობლემების დონეზე და ყოველდღიურობაში რო ახსნა, ვთქვათ, აი მცვივა თმა, მაგრამ მე როგორ უნდა მივხვდი, ანუ უნდა მივაკეთო სპეციალისტთა დიაგნოსტირება, დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ну დიაგნოსტიკის ასევე ბევრი მეთოდია, არის ინვაზიური, არაინვაზიური, მაგრამ ჯერ უნდა დადგინდეს ალბათ მიზეზი, რა ტიპის ცვენა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და მე რა ტიპის ცვენასთან უკვე რა არის მიზეზი, იმიტომ რომ ესე იგი როგორც ხარ ძალიან ბევრი მეთოდია, მაგრამ დღეს უკვე ამ გაიდლაინებს გაკეთების დროს თვითონ გადაწყვეტეს მკვლევარებმა, რომ ყველაზე სარწმუნო ეს არის სკალპის დერმატოსკოპია, ანუ ტრიხოსკოპია, რომელიც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ თვითონ ნახოთ ის თმას და სკოპია ვხედავ. ხო, ვხედავ. ანუ ეს არაინვაზიური მეთოდია. არაინვაზიური მეთოდია დერმატოსკოპიასავთ, ანუ სკალპზე იდება, ჩვენ ვითვლით კვადრატულ ღერში, კვადრატულ სანტიმეტრში რამდენი ღერი თმა არის. ხაზებს თუ ითვლით, აი რაც მე ვთქვით. ანაგენი კი ესეც ხდება, ანუ იპარსება იმ ადგილას თმა და რამდენ ხანში სპეციალური ის არის. ასევე გარდა ამისა არსებობს კიდევ ტრიხოგრამა, როცა უნდა ამოპუტო და თვითონ თმის ფოლიკული ნახო უკვე და ფესვი ნახო, ეს ალბათ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში კეთდება. რთული პროცედურა არ არის. არა, ტრიხოსკოპია აბსოლუტურად უმკურნეულო მეთოდია. ნახულობთ გარდა იმისა, რომ ნახულობთ თმის ღერს, ნახულობთ პერიფოლიკულარულ ზონას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო არ არის კერატინული საცობები. ასევე თმის ღერის პათოლოგია არსებობს უამრავი, თვითონ თმის ღერში. თვითონ ამ თმის ღერსაც ნახულობთ. და ამის შემდეგ, როცა უკვე დიაგნოზი ისმევა, სათანადო მკურნალობა უკვე ადეკვატური. აი ვისაუბროთ ახლა მეთოდებზე, მკურნალობის და საშუალებებზე. დავადგინეთ დიაგნოზი და რა მეთოდები არსებობს მკურნალობის. ანუ გააჩნია აქაც იგივეა, რომელი დაავადება. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ბუდობრივ ალოპეციაზე, ბუდობრივ ალოპეცია ეს არის, როდესაც ხდება გარკვეული უბნის, ესე ვთქვათ, გამელოტება, რომელიც წრიული მიმართულებით იზრდება. ის შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე, შეიძლება ისინი გაერთიანდეს და მთლიანად ტოტალური საერთო თმა არ ქონდეს თავზე, ან უნივერსალური წყარბი წამწამები და საერთოდ არ ქონდეს პაციენტს. ეს ინკურნება, ეს ალოპეცია. ინკურნება, აქაც თავის პროგნოზი აქვს ამ ყველაფერს. თუ პირველი ეტაპი, პირველი ესე ვთქვათ, ეპიზოდი გაუჩნდა პუბერტატამდე, ანუ სქესობრივ მომწიფებამდე, აქ უფრო ცუდი პროგნოზია. ჩემ მეგობარს ჰქონდათ 9 წლის ასაკში, ასე ამოუვარდა ერთ 3-4 ადგილას თმა. ეს არ ნიშნავს, რომ ეგ თმა არ ამოუვარდათ, უფრო ნაკლები ცუდი პროგნოზია, ესე ვთქვათ. ასევე თუ არის სადაც სადაკანი გადადის თმაში, ოფიაზის ქვია, ის კერაც უფრო ცუდი პროგნოზით არის. თორე რა თქმა უნდა, ყოფილა, როცა ტოტალური ალოპეცია და იქაც თმა მოგვიყვანია. მაგრამ ნუ ანუ უსაშუალო დიაგნოზი არ არის ალოპეცია. იცით რა არის აუტოიმუნური დაავადება. აი, გასაგებ ენაზე ორგანიზმი შენი ებრძვის შენ თმას, უცხო სხეულად არ გქონდეს ცდილობს ამოაგდოს, ანუ ამასთან ბრძოლა. აი, სწორი მკურნალობის შემთხვევაში
რამდენ ხანში სწორი მკურნალობის შემთხვევაში 1 წლის მანძილზე 35-50% შემთხვევაში თლიანად განკურნებადია. თავარი მწვავე ფაზაში დაიწყო სწორი მკურნალობა. თუ მწვავე ფაზაში დაიწყე გამაღიზიანებელი მკურნალობა, აგორი მკურნალობა, აქ არის სტეროიდები და გამაღიზიანებლები. თავარია სწორ ფაზაში სწორი მკურნალობა, იმიტომ რომ თუ მწვავეში დანიშნა გამაღიზიანებელი სულ დააცვენთ მას. ანუ სუმთლად დავკარგავთ ყველაფერს. აი ის იგივე ექიმბაშები ხო მოდიან და გაყოფილია ვიღაც პაციენტი. იცით და გააჩნია რომელ ფაზაში მოხდა. ანუ ექიმბაშები დამამდე მივედით ხო ისე და ხო არა მე მგონი ეს ხშირად დადიან ხო პაციენტები და ამიტომ ხო მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თავის დროზე დადგინდეს დიაგნოზი და პროფესიული მკურნალობა დაინიშნოს. მე მგონი რომ აი ერთ-ერთი მედიკამენტოზური საშუალება თვალსაჩინოება გვაქვს დღეს ჩვენ აქ წარმოდგენილი. რა არის ეს წამალი? ხო პანტოგარი ხო ეს ახლა ხან შემოვიდა ეს გერმანული მედიკამენტი საქართველოში. მისი ადგილი სწორად ასე ვთქვათ გამოვყოთ ხა ნიშანი ესე ვთქვათ. ეს არის ერთადერთი მედიკამენტი ამ თვალსაზრისით სადაც არის გაკეთებული 4 რანდომიზირებული ორმაგადბრმა პლაცებო ანუ კლინიკური ევიდენსი არსებობს იციან უკვე ჩვენმა მოგონება. ანუ როცა რაღაც არის კლინიკური კვლევებით გამყარებული ბიძინათ ამეთანხმება ამას უკვე ექიმები ძალიან თამამად ნიშნავენ. შემადგენლობა როგორია? შემადგენლობა ეს იგი აქ რო ყველა ის ნივთიერება რაც არის აუცილებელი თმის ფოლიკულისთვის, მისი ზრდისთვის, განსაკუთრებული არის რომ ელცისტეინს და კერატინს შეიცავს, რომელიც ბუნებრივი კომპონენტია თმისთვის და ყველა და ასევე სამკურნალო საფუარსაც შეიცავს, რომელიც მინერალების და მის საშუალებით თმის ბოლგს ყვებავს, ასევე თიამინს შეიცავს და მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პანტოგარის იცით რა აქ, აი როგორც ბიძინამ თქვა, ანაგენი, კატაგენი, ტელოგენი, ხო? ანაგენის ფაზა ზრდის. ანუ თმას ანაგენი სიცოცხლის ხანგრძლივობას, ანუ უხანგრძლივებს თმას. ანუ თმის სიგრძე ყველა შეგიძლია გაიზარდო უსასრულობამდე. ვიღაცა ამბობს რომ ამის მეტი აღარ მესწრება. ჩვენი კოლეგა, რომელსაც არ ეზრდება თმა. მოკლე ანაგენი. 7 წელია ეგ მესმის რომ არ ეზრდება თმა. ხო, იმიტომ რომ აქ ანაგენი 2 და 7 წლამდე გრძელდება საშუალოდ, აი ძალიან იშვიათად ყოფილა 25 წლიანი ანაგენით არის პაციენტი და ასევე არის რომ 1 წლიანი აქ ვერ ისდეს ადრე. ერთი კითხვა მაქვს, ძალიან ბევრი მაყურებელი ზის ტელევიზორთან, ვისაც იგივე ანაგენი მიხვდა რას ნიშნავს, ან ანდროგენული ცვენა, რაც ყველაზე მეტად გავრცელებულია კი. ასე წავიდა აფთიაქში იყიდა დალია, ეს შესაძლებელია? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამასაც აი დიფუზური ცვენა, რაც ვთქვით, დიფუზურიც არის ანაგენური ტელოგენური, მაგრამ ანაგენური არის ქიმიოთერაპიების და ეს იშვიათი დაკარგული ანაგენი. ძირითადად ადამიანი როცა მოდის და ჩივისო ყველგან ჩემი თმები ყრია, ეს არის ტელოგენური, ანუ დიფუზური ცვენა, რომელიც როგორც ვთქვით, რომ ფიზიოლოგიურია, გაზაფხულზე შემოდგომაზე, ასევე ფიზიოლოგიურია მშობიარობის შემდეგ. კი, ქალებს ძალიან უჭირს ამ დროს. ხო, ანუ პანტოგარი დაეხმარება ამ სიტუაციას. იცით რა, ფენზიმეებში და არ ნიშნავს თუ არ არის, შემდგომ თუ ლაქტაცია არის, ლაქტაციის პერიოდში ვცდილობთ არ დავნიშნოთ, იმიტომ რომ ეს ნორმაა და ბავშვის 1 წლისთვის უნდა ამოვიდეს თლიანად, მაგრამ ხშირად ეს არ ამოდის. აი თქვენმა კოლეგამა შემომჩივლა, რომ უკვე ბავშვი წლინახევრის არის და მაინც გაგრძელდა ეს ტელოგენური ცვენა. და ანუ როცა არის ტელოგენური მწვავე ცვენა, ამ დროს პანტოგარი არის შეუცვლელი და ასევე ანდროგენული ალოპეციის დროს თმის ცვენა არ ხდება. ანუ ესე რომ მოკაჩავ ფულ ტესტი ქვია, თმა არ ცვივა. ის ჩვეულებრივად ალბათ 2-3 ღერი ნელ-ნელა აკლდება. უბრალოდ როგორც მცვივა ის აღარ ამოსდის. აი ეს არის ნორმალური. აი ეს პანტოგარი უნდა დაინიშნოს გასაგებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ანუ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევაში. რამდენადაც ხედავ კაფსულებია, ხო, დასალებია ესა. თუ აქვს რაიმე გვერდითი მოვლენები? ცოტა არ არის ესეთი გვერდითი მოვლენები აღწერილი ამ პანტოგარის შემთხვევაში, ნუ ხა როგორც ყველგან ნებისმიერ საფუარი როს შემცველი არის რომ ცოტა შეբამა და მოუმატოს ადამიანს ეს უნდა გააკონტროლო. ძალიან ისეთი გამორჩეული ტრიხოლოგები ეუნებიან პაციენტებს, ნუ შეჭამდა პანტოგარი დალიეო. მართლა. ხო, ესეთი ცნობილი გამონათქვამია ტრიხოლოგების. აი ეს ერთი კოლოფი არა 3 თვე უნდა დალიოს მინიმუმ, ხო. და ვერ დავამთავრე აი ანდროგენულზე რომ ვამბობდით, თუ არის ანდროგენურის მწვავე ფაზა, აი იმ შემთხვევაშიც მამაკაცებშიც ინიშნება. და როგორც ხარ. მაგრამ მოდი მაყურებელს უთხრათ რომ თვითნებურად არ მივიდნენ აფთიაქებში არ იყიდნენ სამალი. ალბათ ტყილა დალიონ ხა 3 თვე ხარჯი იყოს ტყვილი. ხარჯიც ტყილია და ნუ ხატვა. ისე რომ ყველა მედიკამენტს სჭირდება ჯერ ექიმთან კონსულტაცია. დიდი მადლობა. უნდა გადავხედოთ ჩვენი დრო სამწუხაროდ. სწრაფად გაიქცა და რომ შევაჯამოთ ეს ასე ვთქვათ ეს ბლოკი. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ, რომ თმის ცვენის ძალიან ბევრი ფორმა არსებობს და ეს დამოკიდებული ასე ვთქვათ სწორი მკურნალობის მეთოდის შერჩევა, როგორც ზოგადად ხდება მედიცინაში, სწორ და მიზანმიმართულ
მიმართულ დიაგნოსტიკაზე. რასაკვირველია, აი დიაგნოსტიკა, რომელი ფორმასთან გვაქვს საქმე, რომელ ფაზასთან გვაქვს საქმე, მე იძლევა ძალიან სწორი და კარგი გამოსავლის საშუალებას, რომ ამ ხელა ხარჯები, ასე ვთქვათ, ფუჭად არ გადაიყაროს წყალში, ამიტომ მიმართეთ კარგ ექიმს, სწორი, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკა გავაკეთოთ და მე შეგიძლიათ ამას პათოლოგიის დალიოთ. პატარა რეპლიკა თუ შეიძლება ბევრი მაყურებელი გწერს, აქვს ბუდობრივი ცვენა და ასე შემდეგ. მეგობრებო, თვითონ ვერ მიხვდებით, თუ არ წამძანდებით ექიმთან, არ გაიკეთებთ კვლევას და არ დაადგენთ ზუსტად რა მიზეზით ტყილა წამოს ნუ იყიდით და ნუ დალებთ. აუცილებლად მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ რამდენიმე წუთში ერთად გავარკვევთ, რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატში მიმდინარე პროცესებმა და ცვლილებებმა ჩვენს ჯანმრთელობაზე, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ამან. ასე რომ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდით. მადლობა ნინო. დიდი მადლობა ქალბატონო. მადლობა. დღიშოუს კლინიკა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში, როგორც ჩვენ კეტრინმა უკვე ანონსში გვამცნობს, საუბრობთ კლიმატის ცვლილებებზე და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე. ბიზინა, ყველაფერი გავიგე, მაგრამ შენ რა შუაში ხარ, რატო საუბრობთ? ეხლა რო გითხრა რომ მეც არ ვიცი ამაზე რატო ვსაუბრობ. ნამდვილად კავშირშია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კლიმატი აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და მე მაინტერესებს რა იცის ჩვენმა მოსახლებამ ამის შესახებ მოვისმინოთ გამოკითხვა. ნახოთ, აბა მეც მაინტერესებს. კლიმატის ცვლილება, იცით თუ არა რას ნიშნავს? როგორ არ ვიცი? რას ნიშნავს? არა. თუ იცით რა იწვევს კლიმატის ცვლილებას? კლიმატის ცვლილება არის ამინდის ცვლილებაც. რა ვიცი, აბა როგორ ვიტყვა? არა. რაღაც ბიოლოგიური მოვლენები, გეოგრაფიული ალბათ. ამინდის ცვლილებას. კლიმატის ცვლილება ნიშნავს გარემზე მოქმედების ცვლილებას. მოქმედების ფაქტორების ცვლილება. დიახ. და რა იწვევს თუ იცით? კოსმოსი ალბათ. კლიმატის ცვლილება ამინდის ცვლილება. კონკრეტულად ვერ გეტყვით. სხვადასხვა მოვლენა, რომელიც მიმდინარეობს დღევანდელ მსოფლიოში. თუნდაც ადამიანის საქმიანობა, ტყეების განადგურება და ასე შემდეგ. არა. გლობალური დათბობის შედეგად არის უკვე კლიმატის შეცვლილი და იცვლება ყველაფერი. კლიმატის ცვლილება კი ვიცი, მაგრამ უბრალოდ თავწუთში არ მცალი. არ ვიცი. რა თქმა უნდა ვიცი. რას ნიშნავს? ისე პრინციპში თქვენ მოგმართავთ, მეც ესე ქუჩაში რო ყოფილიყავი და უჩამოსულიყო მიკროფონით, მეც ვერაფერს ვერ უპასუხებდი, რას იწვევს კლიმატის ცვლილება. ანუ რა კავშირშია ჩვენ ჯანმრთელობასთან? მე არ ვიცი. ხო, ესეთი მოლოდინი რომ მქონდა ზუსტად ამიტომ წავედი ექსპერტთან და მოდით ახლა ერთად ვნახოთ, რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება და რა პროცესებთან გვაქვს ამ დროს საქმე. ვნახოთ. უსმინე და გაიგებ. ახლა გავიგებ. ჩვენ მოვედით გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც თქვენთან ერთად და მთავარ ექსპერტთან ერთად შევეცდებით გავარკვიოთ, რას ნიშნავს ბოლო კლიმატის ცვლილება და რა პროცესებთან შეიძლება ის იყოს კავშირში. ასე რომ წამოდით და ერთად გავარკვიოთ. მოგესალმებით. კლიმატის ცვლილება დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ეს არის დედამიწის ჩვეულებრივი სტანდარტული ციკლები, რომლებიც 1000 წლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, იყო თქვა აცივება, დათბობა და ასე შემდეგ. ანუ ეს მანქანები, ასევე თქვა ელექტროენერგია, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, ქარხნები, რომლებიც მუშაობენ. ანუ ენერგიის წვის შედეგად გამოყოფენ ემისიებს, ანუ რომელიც არის CO2, აქ ძალიან კარგად ნაჩვენები. ეს ემისიები რეალურად დედამიწას ეკრის დაახლოებით ისე საბანივით, მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ისინი უშვებენ მზის სხივებს დედამიწაზე, თუმცა აფერხებენ დედამიწიდან უკვე გარდაქმნილი სითბოს გასხვისებას. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია ამ სადგურის გაზების ემისიების დედამიწის გარშემო, საბანი მოკლედ როგორ რაც უფრო დიდია საბანი, უფრო ცხელა. ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება ასევე ოკეანეებს და წყალს, იმიტომ რომ ემისიების დიდ რაოდენობას შთანთქავს წყალი. ანუ ყველაზე მეტად რეალურად თბება წყალი. იმდენად სწრაფად თბება, რომ არსებული ცოცხალი ორგანიზმები ვეღარ ახდენენ ადაპტაციას და შესაბამისად ან იხოცებიან, ან თქვათ ხდება მიგრაცია და ასე შემდეგ. ეს არის უკვე მეორე ვარიანტი, რაც არის პრინციპში კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. თქვათ ხანდახან მაინც დავტოვოთ ავტომობილები და ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, გამოვხსოთ ელექტროენერგია, როდესაც არ გვჭირდება.
შევამციროთ ნარჩენები, ან გადავამუშავოთ უბრალოდ ისინი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში გვექნება ზღვაც, ოკეანეც და თევზებიც შეუბრალოდ იგრძნობენ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ აი ასეთი გასაგები და მარტივი ვიდეო შეარჩიეთ და ასე მარტივად აგვიხსენეთ გასაგები ენით ჩვენს და მაყურებელსაც ბოლო-ბოლო რა პროცესებს მოიცავს ეს ცნება კლიმატის ცვლილება. პირიქით მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით. მოკეთ ბოლო-ბოლო გავარკვიეთ. მგონი გავიგეთ ხო რომ ჩვენ ვართ მაინც მთავარ როლში ამ შემთხვევაში და მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ ესეთი აბრევიატურა რომელიც ძალიან ხშირად მიხსენებია ხოლმე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ანუ ჯანმო. აი ჯანმო აქვეყნებს დაავადებათა ასე ვთქვათ ჩამონათვალს რომელიც ძალიან ცუდად იკითხება ახლა სამწუხაროდ, მაგრამ იმედია მაყურებელი ხედავს. ეს არის დაავადებები, რომელიც სწორედ კლიმატის ცვლილებებთან შეიძლება იყოს კავშირში, ანუ მდგომარეობები და დაავადებათა ჩამონათვალი. ეს არის წყლითა და საკვებით გადამტანი ინფექციები, მწერებითა და ცხოველებით გადამტანი ინფექციები, დიარეული დაავადებები, გულსიზრახთა და სასუნთქის სისტემის დაავადებები და ექსტრემალური მოვლენებით გამოწვეული პათოლოგიები. აი სწორედ კლიმატის ცვლილებებით ნაკარნახები. აი, რა სად მდგომარეობს ამ ორის, ასე ვთქვათ, გადაკვეთის წერტილი და კავშირი, ანუ როგორ აისახება კლიმატის ცვლილება კონკრეტულად ამ. მოდი ბოლო-ბოლო დაუძახოთ თომას. ხო და მოდით ბიძინა ამოწურა თავისი ინფორმაცია კლიმატთან დაკავშირებით და მოვიწვიოთ სპეციალისტები, პროფესიონალები, რომლებიც ამ შეკითხვებზე გვიპასუხებენ. ესენი არიან ქაბუტონი მარინა შვანგირაძე, ექსპერტი კლიმატის ცვლილებების საკითხებში და მაკა მაღლაკელიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, დამოუკიდებელი ექსპერტი. მოგესალმებით ქაბუტონებო, დავბრძანდით. მობრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. კატო მარინა. აი ჩვენ ახლა დაავადებათა ნუსხა და ჩამონათვალი, ასე ვთქვათ, გავაცანით მაყურებელს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული. აი კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ, რა კავშირი შეიძლება იყოს ამ დაავადებებთან და კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან. როგორც მოგეხსენებათ, ყველა ეს დაავადება განსაკუთრებით გავრცელებადია და ინტენსიური ხდება გარკვეულ კლიმატურ პირობებში. თქვენ ალბათ ჩემზე უკეთესად იცით, რომ მანამდე სანამ ეს გლობალური კლიმატის დათბობა დაიწყებოდა, მანამდეც გარკვეული კლიმატური, რა თქმა უნდა, ეს დაავადებებიც იყო და არსებობდა კლიმატური ზონები, სადაც ვიცოდით, რომ ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით კომფორტული ასე ვთქვათ, მდგომარეობა იყო ასეთი, როგორც წესი, კურორტები იყო ასეთ ადგილებზე და ეხლაც არსებობს ტურიზმის კლიმატური ინდექსი, რომელიც სწორედ აი ამ ჯანდაცვისთვის ან ადამიანის ორგანიზმისთვის კომფორტულ მდგომარეობას სწავლობს. და ახლა უკვე მოგვიანებით, დიახ, და სხვა შორის სადაც არ იყო, იქაც თანდათან ზოგიერთ ადგილებზე, მაგალითად მე მინდა ვთქვა, რომ აჭარის მთიან რეგიონებში საკმაოდ კომფორტული კლიმატი ყალიბდება მომავალი ტურიზმის გასავითარებლად. მაგრამ თვითონ აჭარის დაბაში, სადაც დიარეა, წყლით გადამდები ინფექციები ძალიან ბევრია. გეთანხმებით, ამას სჭირდება კონტროლი, რო არ დავკარგოთ ასე ვთქვათ ტურისტების ნაკადი, განსაკუთრებით 2010-12 წლებში იმდენად თბილი იყო წყლის ზედაპირი, რომ ბულიონსკი ეძახდნენ. დიახ, მოგეხსენებათ მოლუსკებად ვრცელდება. რა თქმა უნდა, და მთელი მოლუსკები დაიხოცა ფაქტიურად ნოლზე დავიდა. მოლუსკები რისთვის სჭირდება წყალს, რომ გაასუფთავოს, ხო? რომ გაასუფთავოს, საკვებათაც გამოიყენება და ასე შემდეგ. ანუ ასეთ პირობებში იგივე დაუშვათ საკვების დატოვება, ხო, მაცივრის გარეშე. თუ დაბალ ტემპერატურაზე შეიძლება 15-20 წუთი სიტყვაზე ვამბობ, როდესაც ძალიან მაღალი ტემპერატურა 5 წუთშიც კი უკვე შეიძლება მივიღოთ უარყოფითი შედეგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი სხვადასხვა აქ ჩამონათვალი იყო მე მგონი სტიქიური მოვლენები, დიახ, მაგალითად ჩვენ მთიან რეგიონებში ძალიან გაზრდილია ტრამვები, განსაკუთრებით სადაც ტურიზმი გვაქვს. და ესე შეიძლება დავაბრალოთ გლობალურ დათბობას? იმიტომ რომ იქ როდესაც ხდება მეწყერები, ასე ვთქვათ, ზღვარცოფები და ასე შემდეგ, რომელიც პირდაპირ კავშირშია უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის არაპროგნოზირებელ დროც. მაგალითად მე გეტყვით, რომ აი ეს ზემოსვანეთში იცის ქვათაცვენა, დილას ადრე პირდაპირ არის ტემპერატურაზე მიბმული და დაუშვათ ხმის ვიბრაციაზეც როგორც ვიცი. ბადონო? ხმის ვიბრაციაზეც არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ტემპერატურა გვაინტერესებს ჩვენ და დაუშვათ თუ ტურისტი არ არის, მას არ ახლავს ვიღაც ადგილობრივი ან წინასწარ არ არის ინფორმირებული, შეიძლება ისეთ დროს გავიდეს,
რომ დაუშვათ მოყვეს აი ასეთ არასასიამოვნო და თვითონ ეს ჩვენაც დამოკიდებულია თუ უკვე იქ ჩამოყალიბდა სისტემატურად მაღალი ტემპერატურები არა დილის 6 საათზე, არამედ 5-ზე, უკვე 5-ზეც გასვლა არის საშიში. აი ესეთი კავშირები. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ადგილებში არსებობს ადამიანი, ვინც იცის რომ საათზე არის შედარებით რეკომენდებული გასვლა ეგეთ ადგილებში. ეს იცვლება გლობალური დათბობის გამო, ეს არის პრობლემა. ის რაც ჩვენ ვიცოდით და გქონდა ცოდნა, ის უკვე მთლიანად რა თქმა უნდა ხდება ცვლილება. დიახ. და მე მინდა ის განმარტება გავაკეთო, იქ იყო დაუშვათ რა არის კლიმატის ცვლილება და რა არის ამიდი. ეს აი შეგვიძლია შევადაროთ როგორც ადამიანის ხასიათი ზოგადად და რა ხასიათია დღეს. ანუ კლიმატი ეს არის როცა ვამბობთ კლიმატის ცვლილება იგულისხმება ძალიან ხანგრძლივი პერიოდი, აი ვთქვათ, მთელი ბუნება ადამიანის, მაგრამ ამით როცა ვამბობთ, ეს არის იმდღიური გამოვლინება, ვთქვათ, დღეს როგორ ფეხზე ავდექი კარგს, კარგი ხასიათი. საქართველოს კარგ ფეხზე ავდგა. აი ასე უნდა განვიხილოთ, ისე რომ დაუშვათ, როდესაც რაღაც ხდება ერთხელ ორჯერ ბუნებაში, ეს არ არის ჯერ კიდევ გლობალურ დათბობასთან, ეს არის როდესაც ტრენდი. 3 წელი, 4 წელი ჩვენ გადავამოწმეთ მეორე ეროვნულ შეტყობინებას, როცა ვამზადებდით კლიმატის ცვლილებაზე, გადავამოწმეთ ლეიშმანიოზის ტრენდი თბილისში, გადავამოწმეთ მალარია კახეთში და იქ პირდაპირ იგრძნობოდა, როგორ მიყვებოდა აი ამ ტემპერატურის ნელ-ნელა ზრდას. გადაცემაში რამდენიმე დღის წინ და იქაც გვითხრეს, რომ რაღაცა ინფექციები, რომელიც აქამდე ჩვენთან არ იყო, სწორედ კლიმატურმა ცვლილებამ ჩვენთან შემოიტანა უკვე რაღაცა კონკრეტული პათოლოგიები. ბათუმში გვაქვს ჩვენ, სადაც უკვე 2 ტროპიკული დაავადება ბოლო 9 წელია, რაოდენობრივად დიახ. რა თქმა უნდა, ეს გამყარებულია იმით, რომ ბუნებაშიც, ანუ დაუშვათ ბიოლოგიურ დაავადებებია. კონკრეტულად ეხლა მე შეიძლება შემეშალოს დასახელება, იმიტომ რომ არა ვარ ექიმი. აქედან ინფექციებზე იყო საუბარი, რომელსაც იწვევს კონკრეტული ტროპიკული ინფექციური დაავადებები, რომლებიც წერებს გარკვეულ, რომელიც მანამდე არ იყო. ეხლა მაგას მინდა ვკითხო, მე როგორც ვიცი უნდა ამოვიკითხო, იმიტომ რომ ძალიან რთული სიტყვებია ჩემთვის. კლიმატის ცვლილებები ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებული შედეგები, როგორც ამბობენ, არის თბური ტალღები და აზოტის დიოქსიდი. მოდი აგვიხსენით, რას ნიშნავს ეს? ზოგადად კლიმატის გმადლობთ პირველ რიგში მოწვევისთვის და ყურადღების გამახვილებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და კლიმატის ცვლილება, ვთქვათ, ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება სამი სახით. ან პირველ რიგში ის იწვევს, ვთქვათ, თბურ ტალღებს, როგორც ვიცით, ხდება ინფექციური ფონის შეცვლა და ასევე ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი იზრდება. და ამ ყველაფერს ამ მოვლენებს ხედი უკვე ძალიან ფართო შედეგები მოყვება. თბური ტალღა რას ნიშნავს? თბური ტალღა ნიშნავს გახანგრძლივებულად, ანუ ესეთი ზუსტი განმარტება არ არსებობს, მაგრამ რიგი ექსპერტები ამას ასეთი ახსნა მოუძებნეს, რომ ეს არის გახანგრძლივებულად ცხელი ამინდი და ტემპერატურა. ანუ რა ჩვენთან შეინიშნება ბოლო წლების განმავლობაში. და ეს ცხადია ვარირებს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. ხა რაც შეიძლება იყოს, თქვათ, არ ვიცი, სამხრეთული ქვეყნისთვის მიჩნეული თბურ ტალღად, ის შეიძლება ჩრდილოეთისთვის ბევრად უფრო ნაკლები ტემპერატურა იყოს, ხო, მაგრამ უბრალოდ ამაზე მუშაობენ სპეციალისტები. ჩვენ 2015 წელს შევიმუშავეთ ავსტრიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იყო ჩვენი პარტნიორი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით თბური ტალღების სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი ამ გეგმისთვის. ანუ ეს არსებობს თბილისისთვის, სადაც სპეციალისტებმა ასევე გამოთვალეს ყოველი თვისდან, ანუ მაისიდან მოყოლებული სექტემბრის ჩათვლით თუ რა ჩაითვლებოდა სხრულ ტემპერატურად. აბა რა ჩაითვლება წელს მაისიდან სექტემბრამდე ჩვენთვის სხრულ ტემპერატურად. ეს დიახ, ანუ სხვადასხვა ეს ვარირებს 30-35 გრადუსის, ზუსტად არ მინდა რომ მოგატყუოთ რომ გრადუსიც კი გქონდა შარშანი, როგორ არის იცით, კი მეტიც, ეს უკვე აქ ფაზების მიხედვით ხდება, არის სიფხიზლის ფაზა, მერე მოდის განგაშის ფაზა არის ბოლო მომენტი და მზადების ფაზა, ხო თვითონ განისაზღვრება ისე რომ 2 დღის განმავლობაში, როდესაც ეს სხრული ტემპერატურა, მაგალითად ივლისისთვის ეს არის 36 გრადუსი. თუ უკვე აღინიშნება 2 დღის განმავლობაში 36 გრადუსი და 90%
ვარაუდით გვეუბნებიან მეტეოროლოგები, რომ შემდეგ დღესაც ეს ტემპერატურა იქნება, ეს უკვე განგაშის ფაზა არის, მაგრამ ეს ითარგმნება თქვა პოლიტიკის. ბოლო 4 წელია განგაში ვცხოვრობ ფაქტიურად ივლისი-აგვისტოს სექტემბერი. ამისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს რეკომენდაცია გაწეული სხვადასხვა ქვეყნისთვის, რომ უნდა არსებობდეს მიტიგაციის გეგმები. ანუ თვითონ სახელმწიფო ადაპტაციის გეგმები, ასე ვთქვა. ანუ გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ადამიანის როლი კლიმატის ცვლილების ზოგადად პროცესში არის უდიდესი, მაგრამ თვითონ სახელმწიფო ან კლიმატის ცვლილება არის რაღაც გარკვეულწილად უკვე შეუქცევა, ეს თავი შევანელოთ, ხო? ამიტომ სახელმწიფოებსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, რომ მოსახლეობა შეუმსუბუქონ კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ? გავიგე, რომ სახელმწიფო სტრუქტურა შეუძლია დაუშვათ და არასამთავრობო პროგნოზი გამიკეთოს იმისი, რა იქნება ხვალ და მიტიკაციის მდგომარეობაში ვარ მუდმივად, მაგრამ მე ჩვეულებრივმა ადამიანმა რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ არ დადგეს ეს პროცესები, როცა ვხედავთ, რომ გლობალური დათბობა, ყინული დნება უკვე მუდმივი ყინულები და ეს ყველაზე საშინლად ძალიან საინტერესო შეკითხვა არის და კონკრეტული, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს კლიმატური ცვლილებების დისკურსი რაღაც ძალიან სამეცნიერო ჭრილში რჩება და ვეღარ ითარგმნება ხოლმე ყოველდღიურად ადამიანებს. ხო, მარტივ პოპულარულ ენაზე. და ეს აღიარებული პრობლემა არის, მაგრამ ან თბური ტალღების დროს, ასე ვთქვათ, კონკრეტულად თუ ერთ გამოვლინებაზე ვილაპარაკებთ, ანუ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ვიყოთ, ანუ არ გრილ ადგილას ვიმყოფებოდეთ, საკმარისი რაოდენობით მივიღოთ წყალი, ნუ რაც არის წყალი მივიღოთ, ვთქვათ, ვისაც აწუხებს არის აქ უფრო მოწყვლადი ჯგუფები მოსახლეობის მოსახლეობის დაავადების მქონე ადამიანები, რთული კლიმატი როცა არის, ძალიან მაღალი ტემპერატურა, მაგალითად არის რეკომენდაცია, რომ თქვა დღის 2-3 საათის განმავლობაში მეტროს სადგურში ჩაიყვანოს დედამშვილი. ვისაც კონდიციონირების შესაძლებლობა არ აქვს სახლში. და თუნდაც მარტივი მეთოდი. ეს ყველაფერი სწორედ ახლა ამ გეგმაზე მე იმიტომ ვაკეთებ რეფერირებას, რომ ძალიან დეტალურად დავწერეთ ამ გეგმაში, არის საინფორმაციო ლიფლეტებით შემუშავებული ზოგადი მოსახლეობისთვის, ექიმებისთვის, თქვა სხვადასხვა სოციალური ინსტიტუციის მენეჯერებისთვის და ანალოგიური გეგმა ეხა მაისში უკვე იგეგმება, რომ გაკეთდეს ბათუმისთვისაც. ესეც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელიც არის კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში. ეს გავიგე რა როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ტემპერატურა 26 გრადუსი შენარჩუნდება ერთი კვირა, მაგრამ რა შეიძლება მე მოქალაქემ ნანიკო ხაზარძემ გავაკეთო იმისათვის, რომ მე ეს პროცესი არ დადგეს 26 გრადუსი. გაზზე ხშირად ყავა არ მოიდუღო. გაზზე აკეთებინდაც, მაგრამ პირველ რიგში უნდა გვესმოდეს ის, რომ ადამიანის როლი ამ კლიმატის ცვლილებაში ძალიან დიდი. და ზოგადად მეცნიერები უკვე იმას განიხილავენ, რომ პლანეტარული ჯანმრთელობის ტერმინი შემოვიდა ესეთი, რაც ჟურნალი Lancet-მა შემოიღო, რაზეც ლაპარაკი არის, რომ არაჯანსაღ პლანეტაზე ჯანმრთელი ადამიანი ვერ იცხოვრებს. ანუ ყველანაირად უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჩვენი ეკოსისტემის მთლიანობის არ დარღვევით და პატივისცემით. ანუ ადამიანმა რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში? დაიმახსოვრეთ მაყურებლებო კარგად. ნაკლებად გამოიყენოთ პლასტიკატი და პლასმასი, ზოგადად იყოს ნაკლებად მომხმარებელი, ასე ვთქვათ, ეს ტერმინი მე არ გამოვიყენებ თუ კი ამას არ შემომთავაზებს კონკრეტული მაღაზია, აფთიაქი და ასე შემდეგ. ნამდვილად, მაგრამ ჩვენ თვითონაც ზოგჯერ ჩვენ გვეყარს ხოლმე ყველას რომ თითი გავიშვიოთ რომ ნუმთავაზოთ რაღაც, მაგრამ თვითონ ინფორმირებული ადამიანი და მოსახლეობასაც ძალიან დიდი ძალა აქვს. ჩვენ თვითონ ზოგჯერ სუპერმარკეტებში რომ შევდივართ, თქვენ თვითონ იცით რომ საღეჭ რეზინსაც გთავაზობენ, გიდებენ პარკში. და ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არის, მაგრამ ეს რომ უთხრათ რომ არ ჩამიდოთ. გასაგებია რომ სახელმწიფო მან ვიღაც სუპერმარკეტში აქ მეორე პრობლემა ქაღალდის პარკში რო ჩამიდოს ხენად გურდება, ამიტომ ეს ყველაფერი უფრო ნაკლებ ეს ხო უფრო გადამუშავებადი რაღაც არის, ანუ პლასმასი გამოვიყენოთ, ნაკლები ხორცი შევჭამოთ, ნაკლები, იმიტომ რომ თვითონ ანუ მეცხოველეობის როლსაც 18% აქ ანუ ამ სათბური გაზების ველოსიპედით უნდა ვიაროთ სამსახურში. კი, ტრანსპორტი მაგალითად გინდაც კვირაში 2 დღე რომ მანქანა დავტოვოთ სახლში, ეს ზოგავს რაღაც 2 ტონას სათბური გაზების გამოყოფას წელიწადში. ძალიან ბევრს. თავის დროზე მარგარეტ ტეტჩერმა უარი თქვა აეროზოლზე, რომ უთხრეს რომ ეს არის ფრეონის შემცველი. ფრეონის შემცველი იყო. ეს რეკომენდაცია
რეკომენდაციები თქვა ჩვენ ყველამ გავიწყოთ ქალბატონო მარინა უკაცრავად სანამ ქალბატონო მარინას კითხვას დაუსვავდეთ სანამ ჩვენი მერია მილიონ ხეს დარგავდეს მე მაქვს ერთი ძალიან კარგი ახალი ამბავი ამ თემას უკავშირდება ჩვენ თვითონმა ჩვენმა მოქალაქემ რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის და ეხლა გაგაცნობთ ამ ახალ ამბავს როგორ აკეთებს ამას სხვა ქვეყნების და უბრალოდ ევროპის ქვეყნების მერიები რიგითი მოქალაქეები როგორ უვლიან ამას და მე თქვენთან გადმოვაკეთოთ აი მაგალითად მადრიდის მერიის მაგალითზე ავიღოთ რომლის მერმა ქალბატონმა მანუელმა კარმენამ ახალი ინიციატივით ქალაქის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება აკრძალა ესპანეთის დედაქალაქის ცენტრალურ გზაზე მხოლოდ ველოსიპედების ავტობუსების და ტაქსის გადაადგილება იქნება ნებადართული ახალი კანონპროექტის მიზანია ფეხით მოსიარულეებს მეტი სივრცე და სუფთა ჰაერი მისცეს ხელისუფლება ამითი არ დაკმაყოფილდა და ის მომდევნო 6 წლის განმავლობაში გეგმავს მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს ეს გეგმა ანუ მარტო მადრიდში კი არა მთელს ესპანეთში 2025 წლისთვის კი დიზელზე მომუშავე ყველა ავტომანქანა აიკრძალება გესმით როგორ ზრუნავს ხელისუფლება ხალხზე რაც ნახშირ ორჟანგის შემცირებას გამოიწვევს მსგავსი პროექტები წარმატებით ხორციელდება აგრეთვე ჩიკაგოში, ოსლოში, კოპენჰაგენში, სადაც ძალიან დიდი ხანია ველოსიპედი გადაადგილების მთავარ საშუალებად ითვლება მოგეხსენებათ და ხელისუფლება ველოსიპედის ტრასებს აფართოებს და დღესდღეობით მანქანების რაოდენობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ამ ქალაქებს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რამდენი ხე ირგვება, როგორ უვლიან მწვარე ნარგავებს და როგორ ნაგავს არყიან ქუჩაში და როგორ უფრთხილდებიან საკუთარ მადლობა. ჩვენი როლი რიგითი ადამიანები ძალიან დიდი მშრომელი ეს კარგია ვკითხავ ქალბატონ მარინას თუ შეიძლება ჩვენთან ეს ალბათ ცოტა ფანტასტიკის სფეროა რაც ახლა ვნახეთ რატო ჩვენი მერები ჩვენი ქალაქები მიერთებული არიან ამ პროცესს მათ აქვთ ვალდებულებები აღებული სათბურის გაზების შემცირებაზე და პირველი პარიზის ხელშეკრულება ეროვნული დონის ხელშეკრულება ეს არის მერების დონის ყველა ესენი იმიტომ აკეთებენ რომ ევროკავშირის ინიციატივა იმიტომ არა შეგნებაც აქვს და იყო ინიციატივა მერების ანუ პოლიტიკური ლებაც არსებობს პოლიტიკური ლებაც არსებობს და მიერთების შემდეგ პირველი რაც გაკეთდა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმა ქვია ამ ქალაქებმა 10 ქალაქს საქართველოში აქვს მაგრამ იმას რასაც წერთ გეგმაში ის ყოველთვის არ არის ადვილად განხორციელებული რა პროგნოზია სოციალური ფონის გამო ველოსიპედებთან მიმართებაში ჩვენი ასე ვთქვათ ტრადიციული აზროვნების გამო ეს არ არის უბრალოდ რომ ერთ დღეში გაკეთდეს მაგრამ ის რომ ხედავთ ერთ დღეში გაკეთდეს მაგრამ არ ვიწყებთ ესეც არის არა რა თქმა უნდა ეს არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისიც მნიშვნელოვანია რომ დაიწყო ფიქრი ამ მიმართულებით და ნელ-ნელა გაკეთდეს ძალიან მოკლედ მიპასუხეთ ცოტა დრო დაგვრჩა თუ ჩვენ ესე გავაგზავნეთ ცხოვრება და არაფერი ვქენით მოქალაქეებმა როგორი ზაფხული ან ზამთარი გვექნება მინიმუმ 5 წლის შემდეგ სად ვიქნებით 5 წელი ძალიან ახლოა კლიმატის ცვლილებისთვის მაგრამ მე გეტყვით რომ დაახლოებით 20 წელი ესე იგი 50-იანი 20-50-ისთვის ეხლა ჩვენ ნალექების მატება გვაქვს ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე ესე იგი ძალიან არ უჭირთ მდინარეებს თუმცა ასე ვთქვათ მყინვარები უკვე დნებიან და მაგრამ საუკუნის ბოლომდე ჯერ ეს პრობლემა არ იქნება მყინვარებთან მიმართებაში 50-იანი წლებისთვის ნელ-ნელა დაიწყებს ნალექების შემცირება სოფლის მეურნეობა ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და ასე შემდეგ ტემპერატურა ძალიან იზრდება და რაც ქალბატონმა მაიამ თქვა ეს თბური ტალღები რომელიც 3 წელი ზედიზედ უვლიდა ევროპას და 35000 ადამიანი დაეღუპა სანამ მზად არ იყვნენ პირველ წლებში ხო 15000 მარტო პარიზში და საფრანგეთში დაიღუპა აი ასეთი უცებ ეს კლიმატის ცვლილება უკან არ მებრუნდება ეს ყველამ კარგად იცის ამიტომ ადაპტაციას დიახ და თან ამას ძალიან მნიშვნელოვანია ხეების დარგვა და ტყეების გაშინება მაგრამ მხოლოდ ეს ამას არ ქმარა ტრანსპორტი იზრდება ურბანიზაცია მრეწველობა გვინდა რომ განვითარდეს ყველაფერში ცოტ-ცოტა უნდა დავსოგოთ და გადაგიხადოთ მომზადებისთვის მადლობა დიდი იმედი მაქვს რომ ეს სავალალო შედეგი არ იქნება 50 წლის შემდეგ და ჩვენ არ ვიქნებით 2050 წელს მაგრამ ჩვენ შვილებზე და შვილიშვილებზე შედღიშოუში არ ვიქნებით მაგრამ სიცოცხლეს ვაპირებ მოკლედ რეკლამის დროა ჩვენსეთში რეკლამის შემდეგ არაჩვეულებრივ პროგრამაზე შინ მოსვლის პროგრამაზე ვისაუბრებ დაგვალდეთ რამდენიმე წუთში შინ მოვლის მე ვთქვი მოსვლის დაგვალდეთ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით
დღიშოვის კლინიკა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ საუბრობთ ავადმყოფის შინმოვლაზე და არა მოსვლაზე როგორც ნანიკომ შინმოსვლაც არ არის ცუდი არა შინმოვლა თავისთავად ითვალისწინებს შინმოსვლას დიახ დასაკვირველია ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოში არსებობს პროგრამა რომელიც ითვალისწინებს ამ შინმოვლას და ასევე ყველა ნებისმიერი მსურველისთვის ამისთვის მომზადებას და ხელშეწყობას რომ ექთანი გადაემზადოს და ამისთვის იყოს ადეკვატური და თქვა სტანდარტებს აკმაყოფილებდეს რაც არის სოფლიოში დადგენილი სტანდარტები მაგრამ პირველ რიგში რას ნიშნავს შინმოვლა წარადგინეთ სტუმრები და გვაუწყდა სწორედ ამაზე რომ გვიპასუხონ ამისთვის მოვიწვიეთ ჩვენ სტუმრები დღეს სტუდიაში და გაგაცნობთ მათ ბატონი გაიოს ყუბანეიშვილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი და ქალბატონი მაია მიქაძე სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მოგესალმებით დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის რას ნიშნავს რას მოიაზრებს შინმოვლა ზოგადად ჯერგერზე დიდი მადლობა რაც მოწვევისთვის შინმოვლა არის სამედიცინო, სოციალური და სარეაბილიტაციო ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ეწევა პაციენტს ბინაზე, რათა მოხდეს მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია და გადაიწიოს მისი თქვათ მოთავსება სტაციონარში. და ეს ყველა პაციენტს აქვს ამის საშუალება, რომ მას შინ ეწვიოს ვიღაცა და მოუაროს და არ გადავიდეს სტაციონარში. სამწუხაროდ ასეთი სერვისი არ შედის საყოველთაო დაზღვევის პაკეტში და არც არის ცალკე სახელმწიფო პროგრამა. ბაზა შესაბამისად არ არსებობს ალბათ. არ არსებობს, დიახ, ამას ახორციელებენ ძირითადად შესაბამისად მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისი დონორიც როგორც წესი არის საზღვარგარეთის ორგანიზაცია. გასაგებია. გადომაიან ტრენინგები უტარდება ექთნებს და ის ზუსტად რომ იცოდნენ მათ აი როგორ ხდება ეს თქვათ გადამზადება თუ რა არის ეს ყველაფერი როგორ დეტალურად გითხრათ ჩვენი სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი არ ემსახურება მხოლოდ ექთნებს ჩვენ 2014 წელს პროფესიული განათლების პროგრამაში საკმაოდ ძირეული და სერიოზული ძვრები დაიწყო და მათ შორის ჩვენც ვიყავით ჩართული ან 2014 წლიდან ახალი პროგრამა შეიქმნა საექთნო განათლების პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის და ჩვენი დიდი ძალისხმევისა და რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხარდაჭერით მოხდა ისე რომ შინმოვლა როგორც ასეთი შევიდა სასწავლო პროგრამაში და არის დისციპლინა როგორც მაგალითად ქირურგიული პაციენტის მოვლა თერაპიული და ასე შემდეგ. ნუ ამან განაპირობა რა თქმა უნდა ის რომ გაჩნდა ეს განაპირობა ზოგადად იმან რომ რეალურად ამისი აუცილებლობა ქვეყანაში არსებობს. ამითი ამ სფეროთი ძირითადად დაკავებული იყო შავი ბაზარი რაც ნაკლებად პროფესიული არის ამ შემთხვევაში უფრო შავი ბაზარი ანუ მე ვიქირავებ ვიღაცა ვიქირავებ რომელიც ნაკლებად კვალიფიციური ან შეიძლება ძალიან კვალიფიციურიც არის ანუ ბევრი რისკებია ხო შეიძლება კარგი კვალიფიციური კადრით შეგხვდეს. ამის გამო რახან უკვე ეს დისციპლინა შევიდა და საგანი არსებობს შინმოვლა ჩვენ დავიწყეთ ჩვენ დავაარსეთ სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნა მოდულურ პროგრამებზე სწავლობს ახლა ძირითადად ინერგება სამ პროფესიულ განათლებაში შეიქმნა მოდული შინმოვლა რომელიც მოიცავს ანუ ყველა იმ ასპექტს რომელიც უნდა იცოდეს ადამიანმა რომელიც იმუშავებს ამ სფეროში აი მე სულ მუდმივად მინდა რომ გავხდე ექთანი ჩავაბარე კიდეც გამოცდები და ახლა თუ გაქვთ საშუალება რომ ჩვენ სტუდიაში რაიმე ელემენტარული მასწავლოთ ვინიცობაა დამჭირდეს შინმოვლა რომ მზად ვიყო პირველი დახმარებისთვის შესაძლებელია ჩვენი თანამშრომელი ჩვენი ცენტრის ექთანი ტრენერი ნინო ფერაძე და ჩემი ყოფილი პაციენტი ჩვენს გამარჯვებული გამარჯვებული მისნერიაში მე გაქცევი გამწარა აი პაციენტის როლში ხო ამ შემთხვევაში ზია დავარქვა ისე მაყურებელს ვეთქვი რომ ზიას გარდა დღეს ყველა 60-ის 60 გვაცვიათ ზია არის მხოლოდ თავის ღამის შვენივრად კი გამოიყურება შვენიერი ხარის უნდა გადავიტანოთ თავის საითკენაც პაციენტს რა ჭირჭირდება იყოს დაუშვათ ავადმყოფი ინსულტის შემდგომი პერიოდი რომელსაც აქვს პარალიზებული ცალი მხარე და არ შეუძლია მოძრაობა არც თავის გადატრიალება და არც კიდურების გადატრიალება ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით თავის გადატრიალებაში ცხელის და ასევე უნდა გადავატრიალოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ავადმყოფის გადატრიალება და ჩვენი საკუთარი ხერხემლის დაცვაც, იმიტომ რომ თუ სწორად არ გადავატრიალებთ და არ გვეცოდინება, შეიძლება საკუთარ თავსაც ზიანი მივაკენოთ. კი დავაზიანოთ პაციენტით და თვითონ. პირველ რიგში ვიწყებთ თავიდან და ვაწერეთ იმ ხარეს საითკენაც გჭირდება, შემდეგ გადაგვაქვს ხელი, იმიტომ რომ ხელი არ ჩაყვეს გადატრიალების დროს. გასაგებია. დიახ. შემდეგ გადავდივართ ფეხის
მოხრაზე, იმიტომ რომ ასეთი ფორმით ფეხს ვერ მომხდით და ამიტომ გადავანაწილოთ. კი ბატონო, წრიული მოძრაობით, ტეფი დავაფიქსიროთ, დავიჭიროთ ფეხი. ეს ხელი წავიღოთ, იმიტომ რომ ერთმა უნდა გააკეთოს. გადანაწილება მოხდეს და ჩვენი ხერხემლიდან შეხედეთ ნაბიჯი ჩემი დგომა ამ შემთხვევაში და ვატრიალებთ პაციენტს იმ ხარეს არ გადაგვივარდეთ. ასე მარტივად მოყვება პაციენტი ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ვაფიქსირებთ ფეხს და გადმოგვაქვს რითაც ავანტყოფი უკვე ჩერდება და გადავარდნის საშიშროება არც უკან და ამისა აღარ არსებობს. საინტერესოა ყველაფერს. შესაძლებელია. მე კიდევ კარგი ეს ადამიანი არ არის ნამდვილი პაციენტი, შემთხვევით რომ გადამივარდეს, მეწოდინება რომ დიდი რამე არ დავაშავო. მოკლედ პირველი ვუტრიალებთ თავს პაციენტს. აი ასე ვიწყებთ, იმიტომ რომ უბები კი ბატონო, იქით ხარეს საიდგენეს ვატრიალებთ. მე როგორც ერთი ხელი გადამაქვს, იმიტომ რომ ხელი არ მოყვეს. შემდეგ ქალბატონი მზია დაელაპარაკა. ქალბატონი მზიას ინსულტი აქვს. თან უნდა გაამხნეო, იქნება ეს. მოიცა აი ასე და წრიული მოძრაობით. ეხლა ფეხი აღარ აქვს მზიას. აი ასე დადებთ, დააფიქსირებთ ტერფს რომ ფეხი არ გაცურდეს. შემდეგ მახსოვს რომ ხელი უნდა ავიღო და აი ესე დავაფიქსირო. ნაბიჯი ჩაჯექით. მე ჩავშდე. აქედან და ერთი ორი სამი ექსპერიმენტი საქმე მე მომდასწრა. უყურეთ გადმოინაცვლეთ ეს ხელი. აქ აიღეთ ეს ხელი, შეყავით და ეს არის ერთგვარი გაჩერების ფიქსაცია, რითაც აი მე რა რთულია. თითქოს არაფერი და რამდენი ცოდნა თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი ცოდნა ჭირდება. ეს არის არანაირი წონას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ კი ბატონო, იმიტომ რომ ნებისმიერი წონისთვის ეს გადატრილება არის მისაღები. როგორ ეხლა თქვენ მე რეალურ პაციენტს მაგალითად ეთლში რო ვიждე ისე გადამსვლა სკამზე რომ არ დაიღლებით მარტო თქვენ. ნახოთ აბა ეს ვარიანტიც. თუმცა გავს შემთხვევაში ძალიან მძიმდებიან ხოლმე და არ აქვს არანაირი. ეს მოლაჟი რამდენ კილოს იწონის? 60 კილოს იწონის, ნანი? აი მე ჩემი წონა ეს ავიღო? შენზე უფრო სუქანია ეს? წონა. აი ეს გადაბრუნება, ხელის გადაწევა, ამით ამცირებ უბრალოდ პაციენტის წონას და შესაბამისად ნებისმიერი წონის ზომის პაციენტის გადაბრუნება ეტლში გადაყვანა აი ამ ტექნიკით შესაძლებელია. აი ახლა რეალური მაგალითი მე ვიწონი 52 კილოგრამს. დავждები ეტლში, დიახ, რომელთაც შემიძლია რომ გადაგსვათ, მაგრამ სახლის შინმოვლის პირობებში შეგვიძლია თუ ეს არტყელი არ გვექნება, გამოვიყენოთ ზეწარი, რაღაცა ესეთი. მოგეთ ნანიკოზე ხა გვანახე ახალ ინსულტ გადატანილი აქვს. შესაძლებელია თქვენმა ჩატე ადამიანმა დაძრას ყოველგვარი სტრესის გარეშე და გადასვას ადამიანს. თქვენ ხართ შეშევიდერი. აჰა, როგორ მოლაჟივით იქცევა ნანიკო შენ? წელზე ფიქსირდება ეს? კი, წელზე ფიქსირდება. თეძოზე. აჰა. მაგრამ თქვენ ხერხემალს ამ დროს არ დაადგა ძალა? ხერხემალი არის აი ასეთი ფორმით, ერთხელ კიდე გადავსვავ აქედან იქეთ. თლათ მოლაჟივით ნუ მოიქცევე ხა შენ ტონუსი ცოტა. ცოტა გამოცოცხლდი რა. აი ერთი უყურეთ, ჩემი ხერხემალი არის. აი შეხედე ფეხები მიაბჯინა. უყურეთ. და გადამყავს ისე რომ ჩაგვაგდოს ხოლში. რაღაცა ფერი დაკარგა მართლა. რა საინტერესო. შემოასკერა ბონდუელის. მართლა გეუბნებით, ისე ამწია და გადამსვა და გადმომსვა, რომ ვერც მეთონ ვერ ვიგძენი. ეს არის 60 კილო და ამას წევს, როგორც უნდა ისე ბურთივით ათამაშებს და. ბრავო. და ეს ყველაფერი ისწავლება ნებისმიერ შემთხვევაში მან იცის როგორ მოექცეს ნებისმიერ დიაგნოზის მქონე პაციენტს, ხო? ამას წონასთან მნიშვნელობა არ აქვს, ყველანაირი წონი შეგვიძლია ასეთი მსუბუქად გადავსვათ. კიდევ რამეს მასწავლით ერთ მარტივს და წავალ მე ჩემს ადგილზე დავშტები. აი კიდე რა არის თქვათ ისეთი მნიშვნელოვანი რაც ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ვიცოდეთ შეგვიძლია რომ ნახოთ ერთის მოგვეცით ეს გამი თუ შეიძლება აი მე მოვიტან ეხლავე საინტერესო რამის გასწავლით შემოგვიტანს კიდევ სად დავდომით ხარ ეხლა ნინო ეხლა ვიქნები შენ დამხმარე ეხლა რას ვაჩვენებთ ნინო ეხლა მე ვაჩვენებ კიდევ ერთხელ როგორ უნდა გადავსვა შედარებით უფრო მძიმე პაციენტი რომლის წამოყენება შეუძლებელია როგორ შეიძლება ასეთი პაციენტის ეტლიდან საწოლში, საწოლიდან სკამზე, ან ასეთი. ხო, ეს საინტერესოა ძალიან, აბა ვნახოთ. გადაჯდომა. საერთოდ თუ არ აქვს საერთოდ მხოლოდ შეუძლია ჯდომა, მეტი არაფერი. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ გავაკეთო? აი აბა ვუყურებთ ახლა ყველანი სულგანაბული. ამ შემთხვევაში შეგიძლია ხელებით დამეხმარო. და მე ხა ამწევთ? ვაიმე! და გადამყავს.
ეს მუხლის ფიქსაცია. აი ამაზე გადმომყავს, წონას აქ ვაფიქსირებ მისას და ამით ფეხის გადაშლით ვაძლევ. მაგრამ გეგონა ზამბარიანი ვარ მე ამასობაში ისე მარტივად ვემორჩილები თქვენ ნებისმიერ მანიპულაციას. მინდა რომ მოდუნებული იყოთ რომ შეიგრძნოთ ზუსტად ეს. ვიგზენი. ყველაფერი შესაძლებელია. ნინო ეხლა თქვენს ხერხემას აბსოლუტურად არ გააძლევთ და იმიტომ ეხება ნინო პაციენტს ასე აქტიურად რომ აძლევს ორივე არის ის როცა ლაპარაკობ. წონა ამ შემთხვევაში ისე ნაწილდება ჩემს ხერხემასა და ბარცახზე რომ მე ვერ ვგრძნობ მის გადაყარაში ფეხის გადაშლით. არა მარტო თქვენ ვერ გრძნობთ, არამედ მე როგორც პაციენტი ვერ ვგრძნობდი ვერანაირ ზედმეტ სტრესს ჩემს სხეულზე და არანაირ დაწოლას. ვის შეუძლია ისარგებლოს ასეთი სერვისით ბატონ გაას თქვენ კითხავთ ამ შემთხვევაში ვის აქვს საშუალება რომ ან დარეკოს ან რეგისტრაცია როგორ უნდა გაიაროს და უფასოა თუ არა ეს ვინაიდან ეს პროექტი სუბსიდირებულია დონორების მიერ დიახ და მის თანადაფინანსებაში მონაწილეობას იღებს ქალაქ თბილისის მერია ჩვენი ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ფენა. უკვე ყავს ჩვენ ასეთი ბენეფიციარები და რა რაოდენობით წელიწადში ჩვენ ვემსახურებით თბილისში დაახლოებით 600 პაციენტს. და აი რა პროცედურული საკითხებია გასავლელი ასეთ დროს? გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ პაციენტ მომსახურებასაც იმ კატეგორიაზე, ვისაც ამის საფასურის გადახდა შეუძლია. დიახ და რა შეეხება იმ ეტაპებს, რას გადის ბენეფიციარი თუ მოხდა? სოციალურად დაუცველი ფენისათვის ეს არის აბსოლუტურად უფასო, უბრალოდ გვირეკავენ. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კონტაქტი პირველად ჯანდაცვის ცენტრებთან, ჰოსპიტალურ სექტორთან, ან როდესაც ეწერება პაციენტი ბინაზე და საჭიროება ამის არის. ხშირად თვითონ საავადმყოფო გვიკავშირდება თუ არა და რაღაც ნაცნობ ჩვენ 20 წელია ორგანიზაცია უკვე მუშაობს და საკმაოდ კი რა თქმა უნდა გვიკავშირდებიან, ანუ მხოლოდ ზარია ამისათვის საჭირო შესაბამისად 2 დღის განმავლობაში მაქსიმალურად ვადასვიძახი 2 დღის განმავლობაში მიდის ჩვენი პროექტის კოორდინატორი, რომელიც აფასებს მდგომარეობას, დგება ინდივიდუალური გეგმა, რომელიც შეთანხმება. რა თქმა უნდა, დგება გეგმა, რომელთაც ვიღაცა შეიძლება ეს ყოველდღიურად ჭირდებოდეს, ვიღაცას კვირაში ერთხელ თვეში. თქვენთან მოხდა როგორ შეიძლება? მე მინდა რომ გავხდე დაუშვათ თქვენი თანამშრომელი. თანამშრომლებს რაც ეხება, ანუ შესაბამისად სასწავლო ცენტრში პრობლემა არ არის, ჩვენ გვაქვს როგორც გითხარით, ანუ მუშაობ ძირითადად კოლეჯის სტუდენტებთან და წელიწადში 400 სტუდენტი გადის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენთან აი ამ შინმოვლის კურს, ასევე აქტიურად მუშაობთ ჰოსპიტალური სექტორის ექთნებთან, რომლებიც ასევე გვიკავშირდება კლინიკები და გთხოვენ რომ გაიარონ ეს გადამზადებული. ეს მარტო სახლში არ გამოადგენდა ადამიანს. ეს შეიძლება რომ ინდივიდუალურად პროფესიად არ გაიხადოს და ვიღაცა მოვიდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. და არც რიგითეარებმა, რა თქმა უნდა, და ასევე გვაქვს ჩვენ მათ მოხალისეებს ვეძახით, ანუ ადამიანები, რომლებიც არ არიან სამედიცინო პერსონალის სფეროს წარმომადგენლები, ეს დაახლოებით 10 ადამიანი როგორც კი მოგროვდება ჯგუფში ჩვენ ვატარებთ ესეთ, რომ 1 და 2 ადამიანის ინდივიდუალურად ცოტა ძვირი ფუფუნებაა, მაგრამ საკმარისი 10 ადამიანი მოგროვდეს ჩვენ აი ამ ტრენინგის კურსს. თქვენ ტელეფონის ნომერი სადაც გიკავშირდებიან და შემდეგ პირდაპირ ხდება მათთან ასე უშუალო კონტაქტზე და პირდაპირ მიდის ეკთანი და იწყებს ამ შინმოვლას. მიდის კოორდინატორი, რომელიც აფასებს მდგომარეობას, გვაქვს კონტაქტი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმთან, ან უშუალოდ კურნალ ექიმთან, რომ რამე ნიუანსები არ იყოს, ვითხოვთ შესაბამისად ფორმა, ანუ რამდენიმე რგოლი მუშაობს. რიგში ჩადგომა. არანაირი არ არის მაქსიმალური რეაგირების ვადა არის 2 დღე, როდესაც და ნუ მე უკვე შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობას და თუ სოციალურად დაუცველია ერთვება მერიის მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, ეს უკვე მერე ეტაპობრივად ხდება ეს ყველაფერი. ბატონ გაიოს, თქვენ ახსენეთ დასაწყისში კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზები და ეს რაღაცა შავი ხვრელი, რომელიც აუცილებლად ამოვსებას საჭიროებს, რომ ეს იყოს ჩარჩოებში მოქცეული და ეს იყოს ასე ვთქვათ ყველაფერი დოგმატიზირებული და სწორად გაწერილი. არის თუ არა ამისთვის მზადება და თქვენ ამას ასე ვთქვათ გეგმავთ თუ არა, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე უფრო მაღალ ხარისხზე ავიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ფაქტიურად ეს უკვე გავაკეთეთ 2014 წელს შეიქმნა სამშაო ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ასეთი სერვისის ყველა მიმწოდებელი. ჩვენ შევიმუშავეთ სტანდარტი, რომელიც გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს და ამჟამად განხილვის სტადიაშია და ჩვენ როდის იგეგმება განხილვას და რეზოლუცია დაედოს კომიტეს უნდა გადასცეს სამწუხაროდ და აქ ცოტა რთულად არის საქმე ჩვენ არ ვიცით როდის იქნება ასეთი დოკუმენტი მიღებული, მაგრამ ამას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ პაციენტებისთვის, ვისაც შემთხვევითი ხალხი უწევს ესე
სამეცნიერო სერვისი. ბევრია ასეთი ალბათ დარწმუნებული. მე მინდა კიდე ერთი რამე ვახსენო. ორი წამი დაგვჭირდა იმისთვის რომ დაგვეწყოთ ჩვენ სასწავლო პროგრამა, ჩვენ გერმანულიდან ვთარგმნეთ სახელმძღვანელო, რომელმაც შექმნა სასწავლო ბაზა. დიახ და დღეს ეს არის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. ძალიან კარგი სახელმძღვანელოც გვაქვს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ სამწუხაროდ რეკლამის. დიახ. და თქვენ სტუმრად მე ამოვედი იმისთვის რომ თქვენ ჭირდება დიდი ენერგია და ვიტამინები რომ მიხედოთ ჩვენს პაციენტებს საბატონომზეა თქვენთან დიდი ბოდიში ჭამა. დიდი მადლობა. გაფრთხილებაა პროდუქცია რომელიც პირადად თქვენთვის არის გამზადებული ისეთ კარგ საქმეს აკეთებს რომ ჭირდება ნამდვილად ეკოლოგიურად სუფთა და რაც თავარია ჯანსაღი პროდუქტი. ინებეთ ჩვენგან საჩუქრად თქვენ შინ მოსვითხოთ ჩვენ შინ წამებთ. მადლობა. რეკლამაზე გავალთ. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. დიდი მადლობა. რეკლამაზე გავალთ რამოდენიმე წუთი დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. დღიშოუს კლინიკა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ საუბრობთ ართროზზე და სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ზოგადად, ამ ჭრილში რა თქმა უნდა, ხშირად არის ეს შემთხვევა და დამეთანხმებით. ძალიან ხშირად და როგორც ვიცი, საკმაოდ გაახალგაზრდავდა კიდეც ეს დაავადება, რასაც ართროზი ქვია. ძალიან რთული პრობლემა არის მით უმეტეს სპორტსმენებში და საკმაოდ ძლიერ ტკივილებით ახლავს მით უმეტეს თუ კი ვთქვათ ისეთი შემდეგი მეორე ან მესამე ეტაპია და ხშირად დეფორმაციაც მოყვება, როგორც ვიცი, თუ მტევნის არეშია, ხო მართალია, მაგრამ ართრიტი და ართროზი სხვადასხვა არის. რა განსხვავება, მოდი ამისთვის სტუმარს დავუძახოთ. მოდი დავუძახოთ სტუმარს და ევექსი, რა თქმა უნდა, ჩვენი მუდმივი მეგობარი, რომელიც ყოველთვის არის და ხშირად არის. ბოლო და გემრიელი ლუკმა. ბოლო და გემრიელი ლუკმა, როგორც ბიზინა ამბობს ხოლმე, სამედიცინო კორპორაცია ევექსის ექიმი რევმატოლოგი თეონა ფერაძე იქნება დღეს ჩვენი სტუმარი. გთხოვთ ქალბატონო თეონა მოგზაურობთ. თეონა მოგესალმებით. ახლა ჩვენ შესავალში ალბათ ვისმენდით და მე ვახსენე კიდეც რომ საკმაოდ გაახალგაზრდავდა. თუმცა პროცენტულად როგორც ვიცი უფრო მეტი მაინც მამაკაცებში იჭარბობს ხო ართროზი. ართროზი უფრო მეტად უფრო ქალებშია სტატისტიკურად დიახ. თუმცა ალბათ სპორტული ტრაუმების შემდეგაც დიახ. თუმცა გამგვიმარტე მოდი თეონა სანამ ამ სტატისტიკაზე გვეტყოდი აი ართრიტსა და ართროზის შორის რა სხვაობაა. ჯერ ესე დავიწყოთ. დიახ, ნუ ეს ორი დაავადება რომელსაც ახასიათებს ორივეს ტკივილი და აერთიანებს სახსრის ტკივილი, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული დაავადებებია ესენ ერთმანეთიდან. აი თქვათ რომ ავიღოთ რევმატოიდული ართრიტი, ეს არის შემერთებული ქსოვილის სისტემური დაავადება. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, როცა ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ. და ჩვენივეს ნაწილაკები ჭამენ ჩვენივე სახსრებს. დიახ. და ეს იწვევს სახსრის ანთებას, აი ესე რომ ვთქვათ. ძირითადად რევმატოიდული ართრიტი აზიანებს წვრილ სახსრებს უფრო, ვთქვათ, ართროზისგან განსხვავებით. ეს არის სხივიმაჟის, მტევნის, ტერფის და კოჭწვევის სახსრები. შორტწასულ პროცესში უკვე შეიძლება ჩაერთოს კიდევაც ესეთი ორგანოების დაავადება, როგორც არის დაზიანება, თირკმელი, ფილტვები, გულსესართულის სისტემა და ასე შემდეგ. ანუ ართრიტის დროს. ართრიტის დროს, დიახ, ართრიტი არის ის დაავადება, როდესაც ფაქტიურად აი შორს წასულ სტადიაში მთელ ორგანიზმს აზიანებს და საბოლოო ჯამში ინვალიდობისკენაც კი მიყავს. მე ისე უყურებდი მარტივად. დიახ, ეს არის ართრიტი რევმატოიდული ართრიტი. ძალიან გავრცელებულია ჩვენთან ართრიტი. მეორე ადგილზე დგას ართროზის შემდეგ რევმატოიდული დიახ საქართველოში. აი ყოველ მერამდენე ადამიანს შეიძლება. აი ხა ჩანს თეონა შეიძლება რომ მოხვიდე ჩვენთან ერთად პლაზმაზე. და ეხლა ჩვენ ვხედავთ სახსარს, ასახში ჩანთას აგვიხსენეთ, აბა სად ვითარდება, თქვათ, პროცესები ართროზის დროს. ართროზის დროს ზიანდება ხტილი, აი სახსრის ხტილი. ანუ ართროზი ეს რატომღაც მოსახლეობაში ესეა ცნობილი როგორც მარილების დაგროვება. რა თქმა უნდა, სინამდვილეში მარილი არ გროვდება იქ როგორც წესია, მაგრამ ხდება ხტილის დაზიანება. ანუ ართროზი განსხვავდება ართრიტისგან იქ, რომ იქ მხოლოდ ხტილი ზიანდება. თუმცა შეიძლება დაგზიანდეს ასევე მთლიანად კაფსულა სახსრის და ასევე მიმდებარე კუნთები. და მოძრაობა იზღუდება. ზედაპირზე ჩდება ნახეთქები, ეროზიები, წანაზარდები, რასაც ოსტეოფიტები ეძახიან, სქელდება ხტილი და ამიტომ იზღუდება მოძრაობა. რომელი სახსარი უყვარს? ახლა ჩვენ მუხლის სახსარს უყურებთ. მეჯბარძაყი პირველ ადგილზეა დაძენების თვალსაზრისით და მეორეზეა მუხლის სახსარი. აი როდ კაცუნობს მუხლი ეგ არის და როდ კაცუნობს, იმიტომ რომ იქ სითხე შრება, მოძრაობა უზრუნველყოფს. ანუ სინოვიალური სითხის რაოდენობა იკლებს. დიახ, მე მგონი ეგ არის.
რო გეკითხებოდი. აი მაჯის ძვალზე შეიძლება იყოს? დიახ, როცა პროცესი იწყება ერთ სახსარზე, მე ის შორს წასულ პროცესში უკვე თანდათან შეიძლება გადავიდეს ყველა სახსარზე. დიაგნოსტიკა როგორ ხდება, როგორ უნდა დავიწყო? ვარ თუ არა პოტენციური პაციენტი. აი ევექსის კლინიკაში ხარ რომ მივიდე და რომ კაცუნობს ეს ჩემი სახსარი ვთქვა. რას გამიკეთებენ? აი ეგ არის ართროზის დროს, აი კლინიკა ძალიან განსხვავდება თქვა ართრიტის და ართროზის. ართრიტის დროს პაციენტს უჭირს დილას ადგომა, აი შებუჭილობა აქვს 2 საათის განმავლობაში დილას, აი ვერ დგება საწოლი. მაგრამ რაღაც პერიოდის მერე უკვე შეულად კი. აი ართროზის დროს პირიქით დღის ბოლოს მზაფრდება ტკივილი და მოსვენების მდგომარეობაში ანუ მარტივად შეიძლება პაციენტმა გაარჩიოს ართროზი თუ არტრიტი. აი ამ ორი იმით, მაგრამ ასევე ლაბორატორიული მაჩვენებლებიც განსხვავდება. ართროზის დროს ფაქტობრივად არ იცვლება, მხოლოდ რენტგენზე არ იცვლება სისხლის ფორმა, მხოლოდ რენტგენზე ჩდება ცვლილებები. მაგრამ ეს ხომ არის უკვე მანიშნებელი, აი ეს პირველი ნიშნები. პირველი ნიშნები, როცა უკვე ტკივილი დაიწყება ნებისმიერ სახსარში, უკვე ექიპს უნდა მიემართოს პაციენტს. მაგრამ რა მკურნალობის მეთოდებს თავაზობთ, იმიტომ რომ თქვათ ის რომ არ გადატვირთო ზედმეტად ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ეს გასაგებია. თუმცა რთულია თუ კი თქვათ სპორტსმენია. ხო, სპორტსმენია და დღესდღეობით ცხოვრების ტემპი ისეთია და აი რაღაცა ისეთი ის არის, აი პაციენტების უმრავლესობა ზოგი მთელი დღე ფეხზე დგომა უწევს და ეს ძალიან მოქმედებს ართროზე. ან პირიქით საოფისე სამსახური, როცა მთელი დღე კომპიუტერთან ზიან და უმოძრაოდ არის სახსარი, ესეც ძალიან მოქმედებს. ანუ როგორც უმოძრაობა არ შეიძლება, ასევე ბევრი მოძრაობა. ანუ დოზირებული მოძრაობა არის პირველი. ჭარბიწონა თავისთავად. სიგარეტი? სიგარეტი ნაკლებად, ეხლა სტატისტიკურად არ არის. გაიგე. ეხლა. ნუ ვერ გეტყვით რომ ახლა სიგარეტი ძალიან მოქმედებს, მაგრამ ართროზის დროს კარგი სიგარეტი რა თავისთავად, ასევე ძალიან მოქმედებს ტყელტერფიანობა, სკოლიოზი და თავდაყოლილი დისპლაზიები. აი ეს რა მაინტერესებს, ზოგიერთი კი რა ექიმები ხშირად უნიშნავენ ფიზიკურ ზომიერის ფაქტებში, ფიზიკურ დატვირთვას. სამკურნალო ვარჯიში, კი, სამკურნალო ვარჯიში. ეს არ არის აი თვითნებური რომ ძალიან დაიტვირთოს ორგანიზმი. სასურველია რომ დღის განმავლობაში რაღაც ეტაპზე გადანაწილდეს ეს ვარჯიში. მაგრამ ეს რას აკეთებს, რომ არ გამწვავდეს? არ გამწვავდეს, და ხტილი შეინარჩუნოს და წინ არ წავიდეს პროცესი. მაგრამ განკურნებადი არის. იცით რა არის? ართროზი, ასე ვთქვათ, ქრონიკული პროცესია. აი ხტილის აღდგენა რაც დაზიანდა. მაგრამ რემისია ხო არის შესაძლებელი მრავალწლიანი, მრავალწლიანი, კი. მედიკამენტური, რა თქმა უნდა, ლაზეროთერაპია და ძალიან ბევრი პროცედურები არის. ცურვა ძალიან კარგია. ანუ რომ შეჩერდეს პროცესი, არა განიკურნოს საბოლოოდ. არა, განიკურნოს. აი ხტილის აღდგენა უკვე ფაქტიურად არ ხდება, უბრალოდ არ უნდა წავიდეს. თუ ერთ სახსარზე გაჩნდა ართროზი, სასურველია რომ არ დავიდეს მეორეზე და ანუ თუ ძალიან საწყის ეტაპზე თქვათ მოასწრო პაციენტმა და მოგაკითხათ, ამ შემთხვევაშიც არ არის თქვათ შანსი იმის რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. აი ეტაპ როგორც კი პატარა ცვლილებები გაჩნდება, ანუ ის ცვლილებები ისევე უნდა შევინარჩუნოთ, რომ წინ არ წავიდეს, რომ დარჩეს ისევე. შეიძლება არის ახლა პრეპარატები, ქონდროპროტექტორები, ანუ ჰიალურონის მჟავი შეყავთ, როდესაც თქვათ ამასაც დროებით ეფექტი აქვს, დიახ, აი ამის თქმა უნდა. და მუდმივი ცურვა ფიზიკური დატვირთვა ზომიერად ზომიერად პრევენციისთვის არის რაღაცა პროდუქტი, ვიტამინი, არ ვიცი, რაღაცები არსებობს იმისათვის, რომ შემცველი ხო რაღაცისთვის ერთადერთი არის, რომ ანუ აი დოზირებული ფიზიკური დატვირთვა. მეტი მხოლოდ კვებითი რეჟიმი არა. კვება დედათ ახლა ისე რო გითხრათ ართროზე, ეს არის მარილების დაგროვება და მარილი აღარ ჭამო ეს ხალხური. არა, მარილი აბსოლუტურად არაფერი კავშირშია, ის სტანდარტები ხდება ძვალზე და ხტილზე, ოსტეოფიტებს ეძახიან, ანუ აი იმას აღიქვავენ მარილების დაგროვება, თორე რეალურად მარილი არაფერი კავშირშია. ეს არის ის მეთოდები, რომელიც თქვა ჩვენთან არის დანერგილი თუ ზოგადად რასაც თავაზობს დღეს თანამედროვე მედიცინა ზოგადად რასაც თავაზობს დღესდღეობით. შეიძლება ართრიტი და ართროზი ერთად ქონდეს ადამიანს. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთად ქონდეს. არა, შეიძლება იშვიათად, მაგრამ შეიძლება მომენტს არ უშვებს. არა, შანსი არა. არ ვეწევი მე. დიახ, არა, ართრიტის დროს იცით რა დეფორმაცია მიდის სახსრის, აი ძალიან თვალნათელია ეს, როცა რევმატოიდული ართრიტის დროს, თუმცა ართროზს ესეთი დეფორმაციები არ ახასიათებს. ანუ ხელებზე რომ წამოზარდები აქვს, თუ დიაგნოზი დავსვათ. და ამასაც არაფერი არ შველის.
ოპერაცია ალბათ. არც ნუ ოპერაცია იცით რომ რამდენ სახსარზე შეიძლება გაკეთდეს. არა, ნუ ხა ზოგს აქ მარტო ერთ ორ ადგილას. ერთ ორ სახსარზე კიდე შესაძლებელია, თუმცა ვიცი ქირურგიული ჩარევის შემდეგაც შეიძლება რომ მსგავსი ჩივილები მაინც კონდეს პაციენტს. მაინც კონდეს. კი, აი ართროზების დროს ეხა ძალიან ფართოდ გამოიყენებენ ენდოპროტეზირებას. მაგრამ ნუ კოქსარტროზის განსაკუთრებით და მუხლის, მაგრამ ნუ ესე ქირურგიული ჩარევა არ არის გამოსავლე. არ არის გამოსავლე, იმიტომ რომ ერთ სახსარზე შეიძლება გაკეთდეს ენდოპროტეზირება, მაგრამ რამოდენიმე ხნის მერე მეორეზეც დაიწყოს იგივე პრობლემა. ძალიან ხშირად კეთდება ჩვენთან ეს ოპერაცია, ძალიან მეგობარს გაკეთებული. როგორც მოგახსენეთ, ართროზი ძალიან აი საქართველოში გახშირდა. თქვენ არ დაასრულეთ კითხვა, დაახლოებით როგორია სტატისტიკა ყოველ რამდენი ადამიანს აქვს? 60 წლის შემდეგ ქალბატონებში თვლიან, რომ ყოველ მეორეს აქვს ართროზი. ყოველ მეორეს და აი ახლა სხვათა შორის ბოლო მონაცემებით 30 წლის ზემოთ პაციენტების რაოდენობა ორჯერ მოიმატა. წინა წლებთან შედარებით ძალიან გაახალგაზრდა. ანუ ეს იგივე იქიდან გამომდინარე ესევე ცხოვრების რეჟიმი და ქალბატონი აი რომ ასე რომ გახშირდა და ასე გაახალგაზრდავდა ეს დაავადება და საქართველოსიო თქვენ ახსენეთ რამე კვლევა ხო არ ტარდება მიზეზი რომ გავიგოთ ამისი და იქნებ რაღაცა გვეშველოს რაღაცას ისე არ ვჭამთ რაღაცას ისე არ ვაკეთებ არ არსებობს ასეთი სტატისტიკა მიზეზი გლობალურია მიზეზი არის ეს აი მსოფლიოში ყველაფერი ერთად ჭარბი წონანი როგორც აუღნიშნე ყველაფერი ერთად მოქმედს ანუ იქ ხდება ხტილის უნიფიცირება და ცვის დარღვევა დიახ და ამაზე ოპტიმისტურია ესე იგი ამ თეონა ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ სამწუხაროდ გადაცემის დრო მოიწურა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის ასეთი კარგი ამომწურავი საუბრისთვის და ჩვენ მე მგონი გავარკვიოთ ერთმანეთისგან გავარჩიეთ ხო რა არის ართიტი და რა არის არტროზი ერთი ვიცი რომ დილას თუ იღვიძებ და შებოჭილი გაქვს სახსრები და ადგომა გიჭირს გაქვს ართროზი არტრიტის და პირიქით ღამე გაქვს სიმძიმე ეს არის უკვე ტკივილი რომელიც პირველი ნიშანია რომ მივიდეთ სანამ დაღამებულა დავემშვიდობოთ მაყურებელს დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე დაშვებით. დიდი მადლობა. ნახეთ ხვალინდელი დღის ანონსი და აუცილებლად უყურეთ ნიკოლოზ სულუკიძეს პერსონას ხვალაც. რაც თვალს სიამოვნებს, ფრანსუა ტრიუფოს წერილების პირველი ქართული გამოცემა ნუცა ალექსი მესხიშვილისგან და ამონარიდები დღის შოუში ნინო კასრაძისგან. როგორ გახდა 4 წლის ასაკში ბიგ ბენდის სოლისტი და რატომ ჩაატარა პირველი სოლო კონცერტი 8 წლის ასაკში სპორტის სასახლეში? როგორი მეგობარი, დედა, ბებია და მეუღლეა ირმა სოხაძე და რა სიურპრიზს უმზადებს ის მაყურებელს? მე მგონი ერთადერთი მხატვარი ხარ, რომელსაც სახლში თითქმის არც ერთი ნამუშევარი არ აქვს. ნიკო ცეცხლაძე თანამედროვე მხატვრობაზე. ჩემ ნამუშევარს აქ ის ნუსხვის ნახლობ. 80-იანი წლების საპროტესტო პერფორმანსებზე და სერგო ფარაჯანოვთან ურთიერთობაზე ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში პერსონა.